მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება ექსპერტ ლევან ჩაჩუას დაკითხვა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ კი პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. ეკა სოსელიას ვრთავთ პირდაპირ ეთერში, ეკა რა განცხადებები გააკეთეს უკვე გამოსვლის შემდეგ დაკითხულმა მოწმეებმა. მურთაზ ზოდელავამ 4 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა. მან განაცხადა, რომ რჩება იგივე პოზიციაზე, რაც დაკითხვაზე შესვლამდე დააფიქსირა. ზოდელავას ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებით, ეს არის პოლიტიკური შოუს ნაწილი, კვლავ სპეკულირება ზურაბ ჟვანიას თემით. მურთაზ ზოდელავასთვის გაუგებარი არის, თუ რატომ აღმოჩნდა შოკის მომგვრელი პროკურატურისთვის ის, რომ თითქოს და აღმოაჩინეს მათთვის გაუგებარი ინფორმაცია, რომ მურთაზ ზოდელავას კაბინეტში მთავარი პროკურორის სეიფში ინახებოდა ეს ფოტო მასალა ზურაბ ჟვანიას საქმეზე. გარდა ამისა, აცხადებს მურთაზ ზოდელავა, რომ მიმდინარეობს მცდელობა იმისა, რომ შეიცვალოს პირვანდელი ვერსია ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ეს არის პოლიტიკური სპეკულირების საქმე. გარდა ამისა, ამ დრომდე დაკითხვაზე რჩება ლევან ჩაჩუა, ეს არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი. 8 საათზე მეტია უკვე მისი დაკითხვა მიმდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში. მას კომენტარი არ შესვლამდე არ გაუკეთებია. ჩვენ ველოდებით, რომ გამოვა ლევან ჩაჩუა და გააკეთებს უკვე განმარტებებს, თუ რა კითხვები ჰქონდა მასთან გამოძიებას, თუმცა შეგახსენებთ, რომ მან დღეს მედიასთან განაცხადა, რომ ეს ფოტოები, რომელიც გავრცელდა YouTube-ში, არის ფალსიფიცირებული. მას დათვალიერებული აქვს გვამი და ზურაბ ჟვანიას ხედარს მხოლოდ ტუჩთან აღენიშნებოდა დაზიანება. მე მივაწოდე გამოძიებას ის ინფორმაცია, რომელიც არის მართებული და სწორი და თქვი რომ ესეა. დანარჩენი არის გამოძიების საკითხი, ნახოთ როგორ გამვითარდება მოვლენები. მე კვლავ რჩები ჩემაზე იმასთან დაკავშირებით, რაც შესვლამდე გავიმეორე, რომ პროკურატურის მიერ დღეს დილით გაჟღერებული ვერსია იმის თაობაზე, რომ ჩემ კაბინეტში, ჩემ მთავარი პროკურორის კაბინეტში არსებულ ოფისში, სეიფში, რაიმე განსაკუთრებული და ასე ვთქვათ, შოკის მომგვრელი იქნა აღმოჩენილი არის აბსურდი. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი. მე მინდა ხომაღლა გამოცხადო, რომ არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ თავდაპირველი ვერსია ზურაბ ჟვანიას გადასვლებასთან დაკავშირებით არის არასწორი, ან მასში რაიმე მცდარია, ან იყო რამე ხელოვნური манипуляция, არის მცდარი. პროკურატურის შენობა 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, თუმცა მას კომენტარი დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ არ გაუკეთებია, თუმცა როგორც დაკითხვაზე შესვლამდე გააკეთა ოქრუაშვილმა, ის ამ თემაზე არ იყო დაბარებული პროკურატურაში. რაც შეეხება ლევან ჩაჩუას დაკითხვას, როგორც უკვე გითხარით, 8 საათზე მეტია მიმდინარეობს პროცესი. სავარაუდოდ ის მალე უნდა გამოვიდეს პროკურატურის შენობიდან, რადგანაც კანონის მიხედვით დაკითხვის პროცესი მიყოლებით მხოლოდ 9 საათის განმავლობაში შეიძლება გრძელდებოდეს. მადლობა, ეკა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა მთავარი პროკურორი.